ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 23. მაგიდის გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მდებარე ორი m მასის ძელაკი ჭოჭონაკების გავლით გადაბმულია n და 3m მასის ძელაკებზეო, როგორც ნახანწე გვაქვს მოცემული. და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ სისტემის აჩქარება, სადაც j თავისუფალი საჩქარებაა და ხახუნის შეგიძლია უგულებელყოფა მოახსენეს. კარგით, ესე იგი შევხედოთ მოდით ამ სურათს. და მოდით ასე მოვიქცეთ, ნახეთ. შემოვიტანოთ ღერძები პირობითად x ღერძი მიმართოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ და y ღერძის მოდი შემოვიტანოთ აი ასე იყოს y ღერძი რომელიც მოდით ქვემოთ მიმართოთ არაფერი არ ჭირს ქვემოთ მიმართოთ აი ასე იყოს y ღერძი და დავიწყოთ ახლა რა გვექნება m-ას სხეულზე რა ძალები მოქმედებს ჩავწეროთ m-ას სხეულზე მოქმედებს m-ჟ სიმძიმის ძალა თუ კი არის t1 t1 დაჭიმულობის ძალა და ეს ახლა გლუვი არის აი ეს გადაბმაში ხო გადაბმაში ფაქტიურად ეს რა ქვია ამას ჭოჭონაკის ერთი მხარე მოძრაობის დროს ხახუნი რადგანაც არ აქვს თითქოს არც აქ ქონიაო შეგვიძლია ჩავთვალოთ ამიტომ ეს თუ t1 ძალა არის დაჭიმული ეს 2m მასის სხეულიც უპასუხებს იგივე t1 ძალით ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე ხო t1 ძალა გვექნება ასე მიმართული ანალოგიურად 3m მასის სხეულზე მოქმედებს უკვე აქ 3m-ჟ ძალა ხო მასა 3m-ია თუ კი არ დაჭიმული t2-ით და ესეც პასუხობს t2 ძალით ასე ეხლა 2m მასის სხეულზე მოქმედებს 2m-ჟ სიმძიმის ძალა ქვემოთ მიმართული და ნუ ზემოთ მიმართული n რეაქციის ძალა მოდით აი ცოტა აქეთ ესე გავაკეთოთ აი ეს იყოს ასე მოვდოთ ჩვენ ეს ჩვენი n ხო ეხლა მოდით ავდგეთ და დავაგეგმილოთ ხო ეს იყოს პირველი სხეული პირობითად ეს იყოს მეორე სხეული ეს იყოს მესამე სხეული და განვიხილოთ გეგმილები y ღერძზე ნუ ჯერ მოდით დავწეროთ ესე იგი ხო y ღერძზე რომ დავაგეგმილოთ ჯერ ამაზე მოქმედებს t1 ძალა ნუ m-ჟ ძალა მოქმედებს ხო რომელიცაც თუ გამოვაკლებთ t1-ს რატო ვაკლებთ იმიტომ რომ t1 და y ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული t1 ეს ტოლი უნდა იყოს სხეულის მასისა და აჩქარების ნამრავლის მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ ეს არის 3m მასის სხეული ამ შემთხვევაში აქეთ არის ხო მიმართული აჩქარი ამის აჩქარება მეორესი არის აქეთ მიმართული ამისის კიდე ზემოთ ასე ესეც აჩქარება ასე ამიტომ -m იქნება რადგან ეს a და y ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული საიდანაც t1-ისთვის t1 ტოლი ყოფილა m-ჟ პლუს m-ა ხო m-ა ეს პირველ სხეულისთვის ჩავწერეთ ახლა მეორე სხეულს რაც შეეხება ხო მეორე სხეულს ახლა y ღერძზე რომ დავაგეგმილოთ ხო პრინციპში ვარ ჩვენ გვყირდება y ღერძზე დაგეგმილება y ღერძზე დაგეგმილება რას მოგცემს ჩვენ მოგცემს მხოლოდ იმ ფაქტს რომ ეს 2m მასის სხეული ზემოთ ქვემოთ არ მოძრაობს y ღერძის გასული რაც იმის ნიშნავს რომ 2m-ჟ ძალა უდრის უბრალოდ რეაქციის ძალას ამიტომ მოდი ახლა 2m მასის სხეული x ღერძზე დავაგეგმილოთ რა გვექნება გვექნება მეორე სხეულისთვის t2 და x ღერძი ერთდროულად გასწვრივარი უკვე -t1 რადგან t1 x ღერძის საწინააღმდეგოდ იყოფება t1 უდრის 2m-ას ხო ესეთი შედეგი მივიღებთ და მესამე სხეულისთვისაც ვცადოთ იგივე ხო მესამე სხეულისთვის ვაგვექნება აგვექნება 3m-ს კი ბატონო გამოკლებული t2 ტოლი არის 3m-ას რატომ ნახეთ შეხედეთ 3m-ჟ და y ღერძი ერთდროულად გასწვრივარი და დავწერეთ პირდაპირ ძალა t2 და ეს t2 ძალა და y ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული და მინუსი დავწერეთ რომელიც უნდა იყოს ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე ამათ თორქმედი უნდა იყოს სხეულის მასისა 3m მასა და აჩქარების ნამრავლის აჩქარება და x y ღერძი ერთი წრით გასწვრივარი და ნიშანიც არ შეგვეცვალა აქედან გამოგვივიდა ჩვენ რომ t2 უდრის 3m-ჟ მინუს 3m-ა აჰა t2 ცალკე ვიპოვეთ t1 ცალკე ვიპოვეთ და ავდგეთ და ჩავსვათ აი აქ თუ ჩავსვათ გვექნება t2 აგერ ნაპოვნი გვექნება 3m-ჟ მინუს 3m-ა ამას კიდე უნდა გამოვაკლდეს აი ეს t1 ანუ კიდე უნდა გამოვაკლდეს m-ჟ მინუს m-ა ტოლი უნდა იყოს ეს 2m-100
ასე ბატონო ჩემო, ეხლა უყურეთ, m-ები შეგვეკვეცება და გამოგვდის რა? მოდი დავწეროთ რა გამოგვდის 3g-ს მინუს 3a-ს მინუს კიდე g გვაქვს, მინუს a გვაქვს, ტოლია 200. ეხლა 3-ა და მინუსა გადავიტანოთ მარჯვნივ, გვექნება 3-ა და a რო გადავა 5, 6-ა გვექნება, ხო? 6a, ტოლი გამოგვდის 3g-ს მინუს g 2g არის. 2g. ნუ საიდანაც საბოლოოდ თუ დავწერთ აჩქარება ტოლი ყოფილა 2g გაყოფილი 6-ზე. 2 და 6 შეეკვეცება და g-13 გვრჩება. ასე ბატონო ჩემო, ასეთი რაღაც გამოგვივიდა ჩვენ. პასუხი რომელი გამოგვდის? ხო, D გამოგვდის პასუხი. პასუხი D.